დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ვეწევით იტალიის ტოპ 3 განსხვავებულ დარბაზს. ესენია დარბაზი, რომელიც მარველის თემატიკისაა, დარბაზი, რომელსაც მთელს იტალიაში ყველაზე მაღალი შეფასება აქვს და დარბაზი, რომელიც 20 წლის წინ ბიბლიოთეკაა. და ჩვენი პირველი ლოკაციაა ჯონ რიდის დარბაზი ვენეციაში. წავედით. We want the day pass. A day pass is 20 euro. Is it possible to record some videos for my YouTube channel? You want to record? Yes, but Yeah. no record the logo and all the other stuff. Okay, it's okay. She is not training, and it's possible to go inside without the pay. Just for the record? Yeah. Yeah, that's no problem. Sada გავსახტელი? ბალახვანში ტიბები როა. Yeah. იმის წინ მოკლედ ჩვენი პირველი გაჩერება არის ჯონ რიდის დარბაზი, რომელიც გამოიყურება ესე და იმყოფება ვენეციაში. წამოთ ახლა დავთვალიეროთ. წამო. როგორც ყოველთვის კარდიო სივრცე განსაკუთრებული. ეს არ არის პირველი სტუმრობა ჩემი ჯონ რიდის დარბაზში. აი ყველა დეტალი და ვიზუალი არის ძალიან განსხვავებული ჩვეულებრივი დარბაზებისგან, იმიტომ რომ აი ხო და აი ამიტომ არის განსხვავებული. აი ესეთ რაღაცებს რომელ დარბაზში ნახავთ რომ ითხრათ ვერცერთში. აი ჩემო ძმა. ჩვეულებრივი სივრცე, სატრენაჟერო სივრცე და ყველა რიგში 4 ცალი ტრენაჟერი მაინც დაქვს. Oh my god, what is that? ანუ რა უნდა ესეთ რაღაცას დარბაზში. ამიტომ არის გამორჩეული ჩემი აზრით მხოლოდ ჯონ რიდის ნებისმიერი დარბაზი. არა მარტო ეს. მთელს ევროპაში არის ყველა ესეთი განსხვავებული. მე ვიყავი ბუდაპეშტში, სადაც იყო დრაკონის და ბუდის უდიდესი სკულპტურები რა. აქეთ კიდე რაღაცა მიდის. ვაიმე, ღმერთო. ცალკე აერობიკის ოთახი რა, თაგი აერობიკის ოთახი, რომელიც იქითაც იყო შესასვლელი, ხო რა. და ესეთი ლამაზი ნახატებია ყველგან. იქით წავიდეთ ახლა, იქით ცოტა განტელებს და კაჩოკი ხალხია, ბიჭო, მეც მივიდე კაჩოკი ხალხი. ეს ჩვენი ძმა რა, აქ მუშაობს, წეგან გავიცანი. ჩემი არხი გამოწერილი გაქვს. კი, აქ ცხოვრობ რა. ჯიგარი. ჩემი არხი გამოიწერეთ ჩემი არხი. ანუ ეს არის ყველაზე მაგარი. 4 ცალი ბენჩი ხალხო, ანუ არ გიწევთ რომ დარბაზში ვიღაცებს შეეცვალოთ და დაელოდოთ ხოლმე. 4 ცალი ბენჩი დგას, ბენჩ პრესი და 2 ცალი ინკლაინ ბენჩ პრესი. ძალიან მაგარია. დავედით. აქეთ სკვათები, სმიტი და ასე შემდეგ. და ამ დარბაზში გადავიხადეთ 20 ევრო. ოღონდ day pass-ში. აბონემენტი მე მგონი 70 ევრო ღირს. ზუსტად არის. მაგას მე უკვე ვკითხავ. 20 ევროსთვის ძალიან მაგარი დარბაზია რა. თან day pass-ი, მარტო ტელეფონი. აი, წამოვივარჩოთ ახლა. ანუ ახლა დათვალიერების დროს ოპერატორიც მეუბნებოდა, რომ ვიც მომიდა ვარჯიში ისეთი დარბაზია, ვარ და მართლა ისეთი დარბაზია, რომ ის კი არა, რომ ბევრი ტრენაჟერი დგას და რაღაცა, რომ უბრალოდ ულამაზესია ქაურობა. ანუ თან სივრცეები არის ძალიან კარგად გამოყოფილი რა. იმხელა, რომ ანუ არ იგრძნობა ეს დრო შემოვედი, მე ეს არის თქო და იქით რო გავოდით, კიდე რაღაცა ცალკე ისინია რა. ფლიგელები თუ რა ვიცი, რაღაც სექციები რა. კარგი ხალხი არიან, წანიერები, იმიტომ რომ შედიო კაცო არა პრობლემაა, დაჟე ოპერატორი შემოუშვეს უფასოდ, რომ არა პრობლემა გადაიღოსო და ფეხსაცმელებით შემოვიდა და მეთქი ბახელები მაინც მოგვეცით მეთქი და არა უკაცო შედიო რა. როგორ ბიჭო? არა უკაცო შედიო რა. საჩაურდღა! ავე, ჯიგარი ხარ მეთქი. არა როგორ გეკადრება გეთაყვა ეს ვარჯიში ვნახე ბუდაპეშტში. ეს ტრენაჟერი პროსტორად და ყველაზე მეტად მომეწონა. რა ბრენდია ვაფშე არც ვიცი. ქვედა მკერდისთვის არის იდეალური. G80 პირველად მესმის არ ვიცი. No record the logo. G80 Am I a joke to you? აი კიდე რა, ვინ უყურებს ჩემ ვიდეოს, ლოგო არ გამოაჩინოთო და რა, ვინ უყურებს ჩემ ვიდეოს რო. ამ ვარჯიშს რო ხვდებოდი ვერასდროს. იმდენად მაწვება ტრიცეპსზე, რომ კი შემიძლია ავწიო, მაგრამ ის წონა რომ მაწვება აი მეებზე, ვიღარ გძნობ საერთოდ ხარს. ძიმეწონაც გამორიცხული. ტრიცეპსზე ისე მაწვება რომ შანსი აღარა. ეს უცე მომდოს ყველაზე მეტად წამო. 1 2 3 3 ლეგ პრესია, 1 როულად და 1 და 2. 2 გამშლელია და 2 ლეგ-კარლი უკანა მომხრელი არის. რიგში არ მოგიწევთ თქმა არაზროს, იმიტომ რომ უამრავი ერთ და იგივე ტრენაჟერია რა. ცალკე ესე ვთქვათ, მწვანე ზონა, იმიტომ რომ კარდიო სივრცის პონტი არის, ისინი გასაწევი ადგილები და ასე შემდეგ. ეს მაგარია. ეს მინდა. რას უსმენთ? მე ბერას სიმღერას. შეგიძლიათ რომ წაგვიყენოთ. რატო?
ჩვენ ვართ საქართველო. ცალკე ქალების სივრცე ყოფილა, კაცების შეშვება არ შეიძლება და თორე შევედი თუ არა ესეთები, მაგრამ კაცების შეშვება რატო არ შეიძლება და ეგ ვერ გავიგე. კამერამენი შეუშვი, მაგრამ გამოვიდეს ეგრევე, იმიტომ რომ გადაღებას არ შეიძლება. არ ვიცი. შეფასებისთვის გვექნება სამი მთავარი კრიტერიუმი. ესენია აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, სისუფთავე და კომფორტი და მომსახურების ხარისხი. ნორედ ის კრიტერიუმები რითიც უნდა შევაფასოთ, მაქედან ჩემი აზრით ყველაფერს აღმოფილებ 120 ევროსთვის არის იდეალური, იმიტომ რომ აბონემენტი აღარ მახსოვს მეგონი 70 ევროა, მაგრამ ერთჯერადი შემოსვლისთვის 20 евро გადავიხადეთ და 20 ევროსთვის ძალიან კარგია. უამრავი ტრენაჟორია, უამრავი ესე ვთქვათ, არასავარჯიშო ინვენტარიც არის, როგორც წიგნები, ნახატები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იმ ვაიბს ხვნის, რომ აი ვარჯიში მოგინდება რა. ერთ მინუსია, ძალიან ცხელა. მაგრამ ამ სივრცეს თავი გავანებოთ, იგივე ხარეს ძალიან მოწესრიგებული და ძალიან კარგი გარემო. პლუს მუსიკები, ადამიანები, კომუნიკაცია, მოკლედ ძალიან კარგი ხარხია და ძალიან კარგი დარბაზია. 20 ევროსთვის მე ამ ყველაფერს დავუწერდი 10-დან 9-ს. ერთი კულაცია მაშინ დავაგელი, რომ ძალიან ცხელა. სო, მეტი არაფერი. შეკითხვა გამომწერებს. თქვენი აზრით ეს რისი ტრენაჟორია? 5 წამი გაქვთ. 5, 4, 3, 2 და 1. დაწერეთ კომენტარებში. ხელები არის დიდი ხელები, არის ხურდა, გამიდიდე, კიდე, მიდი. რას მატინგიცებთ, ბიჭო? გახეთქე? წყავ, ეგარ. დიახ, მეგობრებო, ჩვენ დავასრულეთ პირველი ვარჯიში, ჩვენ მადუნა კოიძეები ვიყავით, შემდეგ შეხვედრამდე. განმოვინაცვლეთ მილანში, ეს არის ჩვენი მეორე ლოკაცია, Gold's Gym-ი, სადაც შევალ და დავათვალიერებთ. მილანში ყველაზე high score დარბაზი არის. გაიხარე, აუ რა ჯანზეა, შეგენაცვალე. Why are you gay? მილანში არის ყველაზე მაღალშეფასებიანი დარბაზი მაპზე, რო დავსერჩეთ, ეგრევე ამოვაგდო Gold's Gym-ი, ოღონდ ეს ფილიალი, სულ ორი ფილიალი აქვს. ახლა წავიდეთ და ვნახოთ თუ რა აქვს ამ დარბაზს ეგეთი. მოკლედ გადავიხადეთ 20 евро, რაც სტანდარტულად არის ხოლმე იდეაში 20-30, მაგრამ ცოტა 30 უფრო ძვირია ხოლმე, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში არის ხოლმე 10 და 20 евро რა. 30-ს რომ მეუნებიან, უკვე ძვირია და ვიცი რომ უკვე ძალიან მაღალი ხარისხის დარბაზი უნდა იყოს. თუ არ იქნება და უკვე დაბალი ფულებს დავუწერთ. გამოვიცვალოთ ახლა დავიწყეთ ვარჯიში. მოკლედ გასახდელიდან გამოვდივართ თუ არა. აქეთ ხარის არის ესეთი უდიდესი სივრცე, სადაც არის განლაგებული 4 გადაო, 4 სქვათების სივრცე. ძალიან ლამაზი ადგილია, სხვა შორის იმდენი სივრცეა. ეს ყველაზე ცნობილი ადგილი სხვათა შორის. თუ შევძლებ ამის აწევას. მე მგონი ვაფშე დაწებებულია ეს. გადაო, ამხელა, ბიჭო. Stop. What do you mean by that? თან ულამაზესია რა. ამას თავი გავანებოთ, ამას კიდევს გარეთ აქვს 2 გარე სივრცე. აუ, ეს რა განახოთ. ბენჩების გადასაკრავი ნახე როგორია. ეს განსხვავებული, ეს ჯარისკაცული ფორმით არის რა. ოღონდ რა კაი ფოტოები გამოვა. განათება ძალიან მაგარი სხვა შორის. დარბაზებში ყველაზე დიდი მნიშვნელობა მაგას აქვს, განათებას. რავი, განკუთხეს, ყველა ბოდიბილდინგში საყოველთაოდ აბსოლუტურად მაგიტო ისმევენ აი გრიმებს და რაღაცებს, რომ განათებაზე მე უწყინავდეთ წლიანი სხეული რა. კაი ადგილია, ხო იცი ჩვენ. და აქედან Muscle Park-ი ქვია. Muscle Park. აქედან გავდივართ გარეთ. განლაგებულია 2 ბენჩი, უკან 1 ზურგის ტრენაჟორი, მხრის, იქით ლეგ პრესი და აქაც უამრავი ესე ვთქვათ განტელები. ამ ყველაფერს თავი გავანებოთ, ეს დარბაზი მდებარეობს რაღაცა სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე. ეს არ არის რა გაშლილი მინდორის და რაღაც არის სავაჭრო ცენტრის საერთოდ სახურავზე ბოლოში რა. რაღაც დიდი შემოსასვლელი აქვს, даже მანქანითაც შეგიძლია ამოხვიდე, ისე არის განლაგებული და მოწყობილი, რომ შეგიძლია მანქანით ამოხვიდე, აქვე გააჩერო და შემოხვიდე ეგრევე უდიდესი სივრცე აქვს. ამას თავი გავანებოთ, იქით კიდევ ერთი ის არის რა ქვია, გარე სივრცე არის, გავახდით ახლა ვაჩვენებთ. არ არსებობს. ხო, posing room-იო. გადავთ? არა, ის რა არის, ხო? ცალკე პატარა სივრცეა, სადაც ყველგან სარკეებია და შეგიძლია შემოხვიდე ფოტოები გადაიღო, იპოზიორო. ესეთი რაღაცა პირველად ნახე დარბაზში. აუ, ძალიან ბედნიერი ვარ, ხო თქვენ? მე მგონი ეს არის ყველაზე კაი დარბაზი, რაც ნახეთ.
არ ვიცი წინ კიდევ ერთი დარბაზი გველოდება შეგახსენებთ, რომელიც არის მარველის თემატიკით. და იმედია რომ გაგვაუწევს ეგ დარბაზიც. როგორც ეს, ჯერ არ დაგვითვალიერებია თან როგორც ნახევრამდეც არ ვართ. ესეც სატრენაჟერო სივრცე, გამოყოფილია ესეთი სეტკებით და აქეთ უკვე კარდიო სივრცე. აქეთ რეცეპშენი საიდანაც მოვედით და იქით კიდე არის, ვაიმე დავიღალე. არა, აქ რა ხდება, ბიჭო? და აქეთ რამხელა სივრცეა. აუ, რა მაგარია, ბიჭო. პატარა ციგარი, რომელსაც გააცურებ იქით და გამოვაცურებ და ისევ გავდივართ მასლ პარკში. რა მაგარია, ბიჭო, აქაც შტანგები, სკვადებისთვის, აქეთ უფრო კალისტენიკური ვარჯიშებია, იმიტომ რომ აზიდვები, ზევით, ფულაფებისთვის და ყველაფრისთვის. ოღონდ განსხვავება ის არის, რომ ეს არის გადახურული, რაც შედარებით უფრო კარგია, იმიტომ რომ მზე არ აჭერს. იქით ხარ ეს ეხლა რაც წეღარაც ნახეთ რა, ჩვენ იქით ხარ ეს იმენა მზე აჭერდა რა. მე მგონი ამის კონტროლით შეუძლიათ, არ ვიცი. ძალიან გაშლილი, ძალიან დიდი ადგილი უკავია და რავი, 10-დან 10 ჩემი აზრით, წინა დარბაზთან შედარებით, ჯონრიდან შედარებით ძალიან მომწონს. იმიტომ რომ არის ძალიან გაშლილი, ის იმ posing room-ის განკლავს ერთხულად ჩემგან. კაი, შევიდეთ. ცოტა ფამფით ავეკენოთ და მე ცოტა ვიპოზიოროთ. გადავიფიქრე მეგობრებო, 30 ევროსთვის არის idеალური დარბაზი. ძალიან გრილა შიგნით. ეხლა მივხვდი რომ ძალიან კაი კონდიცირება აქვს, რაც ყველა დარბაზიდან შედარებით ეხლა შევამჩნიე ყველაფერი და ეხლა იმჩნევა რომ კარგად არის რა, იმიტომ რომ გარეთ რო ვიყავ, ეხლა იმენა ისე დაცხარო და ისე გავგრილდი რომ შემოვედი რომ არ ვიცი. ერთი ძალიან უცნაური დაკვირვება. ზოგადად უცხოეთში დარბაზებში არის ხოლმე LB, ან კილოგრამი არ აწერია ხო. ამ შემთხვევაში ხა გაწერია კილოგრამი, მაგრამ ხახო არის 309 კილოგრამამდე. ვინმე 309 კილოგრამით აკეთებს ამას? დიდი სამით გავუკეთე 100 კგ-ზე, 100 კილოგრამზე რომ მეთქი, ეს LB-ა თქვა ალბათ უეჭველი ეშლებათ თქო. მეთქი გავხურდებით თქო და მეთქი ისე ვიყავი და ამას 310 კილოგრამს ვინმე აკეთებს? კიდევ ერთხელ გავნეურდები კითხვით. Василий Иванович, მიმიშვით. ერთი რაღაც არ მინახებია თქვენთვის. Classroom აქვთ, ჯგუფურების სივრცე აქვს, ძალიან მაგარი, აი ესეთი უდიდესი სივრცე აქაც, სადაც გონია რომ ძალიან კარგი ჯგუფური ვარჯიშები ჩატარდება. ესეთი პატარა ინვენტარებით და იქით მხარეს არის stage-ი, სადაც დიდი ალბათობით ტრენერი დგება და მონიტორზე მე ჩანს ვარჯიშები თუ არ ვწდებით. აქეთ ჩვენი ძმა იწელება, ჯიგარი ხარ ძმაო, აი ესე გაგრძელე ყოჩახ, მაგარი ხარ. და ესეც D+1 ქულა, იმიტომ რომ კარგად მოწესრიგებული სივრცე არის, ძალიან მომეწონა მართლა. ხო, ანუ სისუფთავი ნამდვილად აქვს რა. ანუ მაღალ კლასს ინარჩუნებენ და ეგ ძალიან მომწონს. სისუფთავში ჩემგან ერთი ქულა და ინვენტარში, ინტერიერში და იმ ყველაფერში ზუსტად ერთ ქულასაც კიდე და ანუ იმდენი ერთ ქულა მივუმატე, რომ ჩემში მე მგონი 10 ქულას დავუწერ თუ არ ვწდები. ვიმედოვნოთ რომ ამე ცუდი მოხდება, რომ იქნებ ქულა დავაყო, თორე არ მინდა ამ კარგია თქმა გავიმეორო ძალიან ბერჯი. ამ უმაგრესი ადგილის ფონზე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი არხის სპონსორია Sneki, რომელიც ერთგულად მიდგას გვერდში, აქაც მილანში და მთელი იტალიის ვოიაჟის პერიოდში ჩემს გვერდით არის. პატარა წობი წამოღებული და შემდგომ სტაფის წევრებს დაურიგებ რამოდენიმეს. და გავაცნობ ასე ვთქვათ Sneki-ის შესახებ. მადლობა Sneki-ს კიდევ ერთხელ გვერდში დგომისთვის. ერთადერთი რაში შეიძლება ქულო დააკლო ამ დარბაზს არის აი ეს რა. ყველა წონა სხვადასხვა ადგილას დევს, აი მაგალითად 60, მე 25 მოდის, 14 16, 52 და აი რასაც დევს ვერ გაიგებ. რა პლუს აი ესე ყრია ძირს და ესე უბრალოდ არეულია ყველაფერი რა. რო გამოვდიოდი ახლა შევამჩნიე რომ თურმე საუნაც გქონია ამ დარბაზს და ეგ ერთი პლუსია, ძალიან კარგი პლუსია ოფესორად. ახლა კი წავიდეთ და სტაფის წევრებს რამოდენიმეს გადავცეთ სნეკები. იმისათვის რომ ეს თქვა თვითონ მივიღეს და ესეთი კარგი დარბაზი დაგვახვედრეს მილანში. This for you guys. It's the peanut butter. Peanut butter. Thank you so much. It's yours. Thank you very much. Thank you so much. Enjoy it. Bye. როგორ გავუხარდეთ ბიჭო? ეს ბარათი და შემჩამე ძალიან ლამაზი რაღაცა ისეთი რა სოლიდური დარბაზია რა. მოკლედ საბოლოოდ რო ვთქვათ ამ დარბაზს აი 10-დან 9.9. იქიდან გამომდინარე რომ ამ დარბაზს ჰქონდა ორი გარე სივრცე პლუს შიგნით უამრავი გამოყოფილი სივრცეები ჰქონდა სხვადასხვა კუნთით დაყოფილით და ასე შემდეგ. ამას პლუს თავის posing room-ი ჰქონდა, სადაც შეგეძლო უამრავი ფოტოს გადაღება და მეც გადავიღე და შეგიძლიათ ჩემს Instagram-ზე ნახოთ და ასევე გამოიწერეთ ჩემი Instagram და YouTube არხებიც. ამას პლუს ეს 0.1 ზოდი მინდა დავაკელე რომ ის გირები რაც განახეთ, როგორც განახეთ, ძალიან არეული იყო, მიბლანული იყო, აი აქეთ-იქით ეყარა ყველა ბლინი და გირა რა.
რა. დანარჩენი ყველაფერი წესრიგში იყო, აი, პლუს რაც ყველაზე მეტად მომხვდა რა, იყო ის, რომ ძალიან კარგი კონდიცირება ჰქონდათ. და ახლა კი ვნახოთ შემდეგი დარბაზი, რომელიც ესეც მილანში იმყოფება, მარველის თემატიკის დარბაზი იქნება, როგორც უკვე დასაწყისში ნახავდით და ვნახოთ თუ რამდენს დაუწერთ მაგ დარბაზს. წავედით. Go. და აი ისიც მოვედით ჩვენს საბოლოო დანიშნულების წერტილზე. ეს არის Action Fit, რომელიც არის მარველის თემატიკით და არის უამრავი მარველის ფიგურა, ასევე ბლინები და ტრენაჟორები და აბსოლუტურად ყველაფერი გირებიანად არის კაპიტან ამერიკა სტილში და იმედი მაქვს, რომ ჩემს და თქვენს მოლოდინებს გადააჭარბებს ვიდეოს დაწყები და ვიდეოს ბოლომდე რომ ველოდებოდეთ. წავედით. ერთ პრობლემა რაც შეგვექნა არის ის რომ არ მოგცეს კამერით გადაღების უფლება. Is it possible to take some videos from my YouTube channel? With your phone, yes. With the small camera. Only with phone. მითხრეს რომ 220 € იქნებაო. If you use camera, you have to pay. If you use phone, it's for free and you can use. Okay, how much the camera? Maybe for 2 hours, 200 euros, but I have to pay. Oh my god. მოგვიწია ტელეფონით გადაღება ყველაფრის, პლუს ის რომ ოპერატორიც არ შემოუშვეს, იმიტომ რომ სადაც კი გადავიდეთ ყველგან ოპერატორის თანხა არ გადამახტევინეს, იმიტომ რომ ადამიანი არ ვარჩევს ზოგადად შემოდის და უნდა გადაიღოს და მოგვიწია მარტო ჩემით ტელეფონის დახმარებით გადაღება. ცოტა უხარისხო იქნება, მაგრამ ჩემი აზრით ამ ლამაზი კადრების და ამ ლამაზი დარბაზის ნახვა ტელეფონითაც იგივე იქნება, რაც რეალობაში. დათვალიერება რომ დავიწყოთ, შემოვდივართ თუ არა, ეგრევე ხდება ესეთი ლამაზი ჩვენი სუპერგმირების სკულპტურები და შემდგომ აქეთ არის კარდიოს სივრცე უკანა მხარეს, უდიდესი კარდიოს სივრცეა, წინ პლუს ტრენაჟორები, სატრენაჟორო სივრცე არის. იქით ხარეს რო გადავინაცვლოთ, არის კროსოვერები, ორი უდიდესი კროსოვერია, აქეთ ერთი, აქეთ მეორე და აქეთ ხარეს არის უდიდესი, აი ესეთი რაღაცა პირველად ვნახე. ანუ აქეთ ხარეს არის უდიდესი სივრცე, სადაც არის უამრავი ფეხის და ზუგის ტრენაჟორი და ყველაფერი არის წითელ ფერში. და ესეთი ბლინები გვაქვს კაპიტან ამერიკის სტილში. აი არ ვიცი, ანუ ეს არის რაღაც აუცილებლობა. ანუ ისე ხელა ტელევიზორი რა თუნდაც რომ მითხრათ, ეს ჩვენი კაპიტან ამერიკას არის და ეს ჩვენი გირებიც. მაგარია, ხო იცი? მოდი ახლა ცოტა ვივარჯიშოთ და აღმოვაჩინოთ განსხვავებული ტრენაჟორები, რაც ვფიქრობ, რომ თქვენს და გაინტერესებს და მეც დამაინტერესებს. იმიტომ რომ შემოვიდით თუ არა პირდაპირვე დავინახე ისინი, რაც აი ესე ვთქვა, არ მინახავს თითქმის არასდროს და არ დამიწესავს არასდროს. წავედით. რაც ყველაზე მეტად დამაინტერესა არის ეს და ეს არის ქვედა მკერდისთვის. როგორ მუშაობს, ვერ გავიგე ჯერ, მაგრამ რომ დავждები დიდი ალბათობით ვიხდები ეგრევე. აუ ეს მეგონა უფრო 20-იანები და 10 კილო არის. ეს არის წამოსაღებია, ამას დააჭერ თუ არა ფეხს, მოვახ წონა და ეგრევე იწყებ მუშაობას. Okay, გასაგები. ზუსტად იგივეა, რაც crossover-ზე, ანუ კაბელებით რო ჩამოიტანო ქვევით, იგივე ვარიანტია ზუსტად. რო ტრენაჟორში, რაც ძალიან დიდ ამპლიტუდას გაძლევს, რომ კარგად გაწელო, გადაშალო და შემდგომ ისევ წამოიღო. ეხლა დაბოწონაზე ვაკეთებ, უბრალოდ ძიმე წონაზე უფრო ვიგრძნობ დიდი ალბათობით. გაწელავ კარგად და ჩამოვიდე. ეს არის ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური ბენჩი, ესე ვთქვათ. თავისი რა, ყველა, ვაიმე დედა. მოიცი. ოპა. ვა. გადაო, ბიჭო. ეს რა კაია, ეს რისთვისა აქვს პროსე ფეხი. წონა რომ მოვცეს, ორი წამი. რო რამე და ესე ვთქვათ, გაიჭედო. აი დაგივარდა და ვეღარ წევ რა. ამას ფეხს დააჭერ და აგიწევს. ამით მე ესე მოკიდებ და ზევით აწევ. ტექნოლოგია. აი, ჩავხსნე. აუ რა, კაია, თან ყველანაირად შეგიძლია მოკიდო. არა, ეს აქ პროსა უაზრობა იქნება. განზე შიგნით, წკაპ, ავიდა. ძალიან კაია. ვა, შენი ჯირიმე. ანუ იმენა ტრანსფორმერია, დედას ვიცავ. შევა ყოველთვის ძალიან მაგას ვიზახი, იმიტომ რომ
ჩემი იმკოთ საყვარელი ფილმების და სამყაროს კოლაჟის ადგილას ვიყოფები. წარმოთქოს. კაპიტან ამერიკა ვერ ვიტყვი რომ ჩემი საყვარელი სუპერგმირია თქო. მაგრამ იმასაც ვიტყვი რომ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს სპაიდერმენი. შენი აზრით სტალინი მოერევა თუ სპაიდერმენი? ეგ იმიტომ რომ ალბათ ბავშვობაში მარტო ეგ ქონდა ყველას სპაიდერმენი. და მე წამოვიდა ვიღაცა იტყვის რომ პირველი კაპიტან ამერიკა იყო. კი, კაპიტან ამერიკა იყო. უბრალოდ სპაიდერმენი უფრო ბავშვობასთან ასოცირდება ჩემთვის. ეგ გამოვიდა ტომ ჰოლანდი და რაღაცები თორე. მაგამ ტომ მაგვაიერი. You are a transgender. ყველაზე მეტად რაც მომწონს ხოლმე ყველა დარბაზში, უცხოურ დარბაზში რაც კიდევ ყოფილი ვარ, არის ის რომ ერთი და იგივე ტრენაჟორი არის უამრავი. ეხლა მაგალითად ეს ჩაჯდომა შტანგის სივრცეები არის 3 ცალი, აქეთ 1-ია, მეორე და მესამე ბოლოში. ბენჩებიც იგივენაირად რა, უამრავი ბენჩი დგას, რაც ყველაზე მოთხოვნადი არის ხოლმე. ეს არის შტანგა, სმიტი, კროსოვერი, ბენჩი, ყველაფერი არის ყოველთვის ბევრი, რაც კი დარბაზებში ყოფილა მე უცხოეთში რა. აი ჯონ რიდის დარბაზშიც უამრავი წოლჭიმის შტანგები იყო და ბენჩები იყო. აქაც ჯერ მარტო ჩაჯდომის, მოკლედ აი რა ვიცი რა, ეხლა აი ამას რო უყურებ, მე ძალიან მომწონს. წითელ ფერში უმლამაზესი უამრავი სატრენაჟორო სივრცე. აქ არის წითელი სივრცე, იქით არის ლურჯი სივრცე რა. და უფრო კარდიოს სტილში ვარჩებია იქით. კარდიოს სივრცეს რო გამოსდებით, აქეთ მხარეს არის ესეთი პატარა ჯგუფურების სივრცე, ხარ ვიცი ჩანს თუ არა. და აქეთ არის ჯგუფურის სივრცე, სადაც ატარდება უამრავი ჯგუფური ვარჯიში. ჩვენ არ შეგვიძლია დასწრება, იმიტომ რომ თქო ერთჯერადად ვართ შემოსულები. ხოლო აქეთ მხარეს შემოსასვლელთან არის ესეთი სტრეჩინგის სივრცე, სადაც გითხრა თვითონ უნდა გვათვალიერებინეს, რომ აქ შეგიძლია გაიწელო და ასე შემდეგ. შეგენაცვალე, აი, ძმაო, კაცი ლანჯებს აკეთებს. მეგობრებო, გააკეთეთ, ფეხები გააკეთეთ. და სანამ კარდიოს სივრცეში გადავალთ, აქეთ არის ესე კიდევ ერთი კროსოვერი, კაბელები. იქით მხარეს იწყება შემდგომ კარდიოს სივრცე. მაგრამ აუ ეს პოსტერი, ეხლა შევამჩნიე პოსტერი. მამას პოსტერია, მაგრამ ეს უფრო DC არის ვიდრე მარველი, მეგობრებო. რავი, მარველი რატო ქვია? საბოლოოდ რო შევაფასოთ, ჯამში გადავიხადე 20 евро ერთჯერადი შემოსვლისთვის. რაც ესე ვთქვათ, კარგი ფასია, ნორმალურია, იმიტომ რომ ყველგან ეგრე ეს დაახლოებით 20, 30-ზე ძვირი მე არ მინახავს არსად რა. და არც 20-ია, 10 евро გადავიხადე ერთხელ ბუდაპეშტში და ეგეც აი მერთხელი მომენტო რა. საბოლოოდ რო შევაფასოთ, სისულთავი. აი რავი. აი ვერსად ვერ ნახავ დაგდებულ, აი ესე ვთქვათ, ბლინს, იმიტომ რომ მე რო შემოვედი პირდაპირ ეგ დავინახე, რომ წეგანაც ვალაგებდი, რომ მოხსენი ისა ყველაფერი ეგრევე დავალაგე, იმიტომ რომ ყველაფერი არის თავის ადგილას. თან ისე ლამაზადაა ჩამწკრივებული ეს კაპიტან ამერიკას ლოგოებით, ყველაფერი რომ აი არ ვიცი რა. დარბაზი დაალაგებული, მოწესრიგებული, ყველაფერი, სივრცეები ძალიან დიდი სივრცე. ერთი დიდი სივრცე არის ლურჯის სივრცისთვის, სადაც არის ძირითად შემთხვევაში კარდიო, კროსოვერი, პლუს პატარ-პატარა ტრენაჟორები, მხრის და ფეხის და აქეთ ხარიც არის უფრო ძირითადად, ანუ ყველაფერი არის რა, დაყოფილი არის. იქით ხარიც არის ჩაჯდომების, შემდგომ მოდის ლეგ-პრესები, მერე აქეთ ზურგის ტრენაჟორები მოდის და პირველ რიგში რაც მე გავაკეთებ, პირველ ჩაყოლებაში რაც იყო, ეს იყო ბენჩ-პრესი და ყველაფერი ზურგის კერდისთვის. იმის თქმა მინდა რომ გადანაწილებულია ძალიან მაგრად ყველაფერი. უბრალოდ ერთი ის იყო პრობლემა რაც იყო, რაც გითხარით უკვე რომ კამერა შემომატანინეს, პლუს ოპერატორიც ვერ შემოყვა და მიიწევს ხა შტატივით გადაღება და არა ისე როგორც სიტყვაზე სხვა დარბაზებში. ერთ-ერთი მინუსი რაც არის ის არის რომ გასახდები. აი ძალიან ცუდი სუნი იყო გასახდაში. აი რო შევედი, პირველივე კარად რაც ნახე, მივედი, ჩანთა დავაგდე და გამოვედი ეგრევე რა. საშინელი სუნი. ანუ აი ამას გულისხმობდი რა, ცოტა აი რაღაცა ესეც სიტუაციაა დარბაზში, დარბაზის გასახდაში უფრო სწორად და არის საშინელი სუნი. ძალიან ცუდი სუნი. აი არ ვიცი, ამ გასახდას ვინმე თუ ალაგებს, აი არ ვიცი რა. არ ვიცი ძმაო, თქვენ გასაჯეთ არ ვიცი. საბოლოო ჯამში 10-დან დავუწერ 9-ს. მოლოდინები რაც ქონდა, ის მოლოდინები გაამართლა. ზუსტად იმ სტილშია, როგორც წარმომედგენდა, როგორც ვიდეოებში იყო, მაგრამ არა 10-დან 10. ზუსტად სისუფთავის გამო და ცოტა დამოკიდებულების გამო. იქ დამოკიდებულება ხა მეც მესმის ამათ პოლიტიკაა, ყველაფერი, მაგრამ სხვა დარბაზებში რატო იყო ეგრე? რატო შემიშვეს ოპერატორით და კამერით? ტიპა მეთქას 250-220 евро მეთქას თუ არ ვწდები, იმისთვის რომ კამერა შემომეტარა, თან პატარა კამერა ოსმომა. და პატარა კამერა შემომეტარა და გადამერო. თქვენ გასაჯით. Buongiorno, მეგობრებო. მოგესალმებით თბილისიდან, აწუყე თბილისიდან. რატომ იმყოფები თბილისში? იმიტომ იმყოფები თბილისში, რომ მე ძალიან მომიშალეს ნერვები ბოლო დარბაზში.
და საერთოდ არ მქონდა არაფრის ხასიათი, რომ გადამიღო ვიდეო და დასრულება ჩამეწერა. ამიტომ ეხლა მინდა რომ ობიექტურად ყველანაირი ემოციების გარეშე მინდა რომ შევაფასო ყველა დარბაზი და დავუწერო შესაბამისი ქულები. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, თქვენი აზრი გამიზიარეთ, რომელი იყო თქვენი ფავორიტი დარბაზი და თუ მოგწონთ ეს კონტენტი, აუცილებლად გადავიღებ შემდგომში რომელიმე ქვეყანაში არ აქვს მნიშვნელობა. ან კონკრეტული დარბაზი დამიწერეთ, ან კონკრეტული ქვეყანა დამიწერეთ, რომელი ქვეყნის დარბაზები გაინტერესებთ. ახლა კი რაც შეეხება ჩვენ იტალიის ტრიპს, მინდა რომ თანმიმდევრობით დავალაგო ყველა დარბაზი. პირველ ადგილას გავიყვანდი, ალბათ მიხვდებოდით, ვისაც გავიყვანდი, ეს არის Gold's Gym მილანში, რომელიც იყო არ ვიცი, მაღალი კლასის დარბაზი იყო, თავისი უამრავი სივრცით, როგორც გარე სივრცეებით, ასევე functional სივრცეებით, ასევე მომსახურეობით, სისუფთავით, იყო რაღაცა პატარა შეცდომებით გაპარული, მაგრამ მე გარაფერი. საბოლოო ჯამში მე ამ დარბაზს დაუწერდი 9.5-ს. მეორე ადგილას გავიყვანდი ჯონ რიდის დარბაზს, რომელიც იმყოფებოდა ვენეციაში და გამოირჩეოდა უსაყვარლესი სტაფით, რომლებაც ყველანაირი, ესე ვთქვათ, კომფორტი შეგვიქმნეს იმისათვის, რომ გადავიღო ძალიან მაგარი ვიდეო და აი მომწონს რა ჯონ რიდის ერთი სტილი უჭირავს, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ დარბაზში ერთი სტილი აქვს, აი ეს რაღაცა ქანდაკებები, უცნაური გრაფიტები კედელზე და ასე შემდეგ რა. მე ამ დარბაზს დაუწერდი საბოლოო ჯამში 9-იანს. 9 ქულას. ხოლო რაც შეეხება მესამე ადგილს, ეს არის ჩვენი, რა ვიცი, აი ყველაზე დიდი იმედები რომ მქონდა ეგეც დარბაზი, ეს არის მარველის თემატიკის დარბაზი Action Fit-ი. ვერ ვიტყვი რომ ჩემი იმედები ვერ გაამართლა თქო. სივრცე, ტრენაჟორები, აი ეს პატარ-პატარა დეტალები რაც იყო, ყველაფერი ძალიან მომწონა, მართლა. იმდენად ვიდეოში არ განმოვეცი ის, რომ ძალიან ცუდი იყო და მაინც ვცდილობდი რომ არ აღმებეჭდა ის ცუდი ენერგია, რაც სტაფისგან წამოვიდა. და ყველანაირად შევიცადე რომ იმ გარემოთი მე სიამოვნა და ესეც მოხდა ჩემი აზრით და ეხლა რომ ვაანალიზებ, ხვდები რომ აი ძალიან ცუდად მოიხსნენ ისინი რა, ესე ვთქვათ რა. არც არანაირი ისა ყოფილა, რა ქვია, დადებითი რამე სტაფის მხრიდან, პირიქით ძალიან იგნორი იყო, პლუს ის რომ აი ეს კამერაზე 260 ევრო მომთხოვეს, პლუს კიდე რომ არ შემომოყვანილეს ჩემი ოპერატორი და მოკლედ ასე შემდეგ რა. ამას კიდევ რომ დავამატოთ, თავარი წერტილი რაც არის დარბაზში, ეს არის საბიფაიშოები, სააბაზანოები, აი ყველაფერი იყო მოუწესრიგებელი. აქედან გამომდინარე მე ამ დარბაზს დაუწერდი 10-დან 7-8 ქულას სადღაც მასე რა. ვფიქრობ რომ სხვა დღეს რომ მივსულიყავი, ალბათ ეს საშხაპეების თემა უფრო გამოსწორებული იქნებოდა და ძალიან არასწორ დროს მივედი მათთვის. ხო, მაგრამ სტაფის თემას არაფერი არ გამოასწორებს ჩემი აზრით მაინც. ძალიან გითხოთ დიაქტიუროთ კომენტარებში, დამწეროთ რომელი იყო თქვენი საუკეთესო, თქვენთვის საუკეთესო ჯიმი ამ 3-დან, რომელი მოგეწონათ, რომელში ივარჯიშებდით. ასევე გამოიწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ ჩემი Instagram გვერდი, სადაც ნახავთ ასევე ესე ვთქვათ inside, რაღაც მოგზაურობის inside ნაწილებს რა. და დაელოდეთ წინ გელოდება ძალიან მაგარი ვიდეო, რომელიც შეეხება ჭამას, ჯანსაღმებას, როგორც თბილისში, ასევე იტალიის და შედარება იქნება ამ ორი ქვეყნის. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩემს მხარდამჭერ კომპანია Snackies, რომელიც არის ჩემი უსაყვარლესი, უპირველესი სპონსორი და მხარდამჭერი კომპანია. ძალიან დიდი მადლობა მათ ყველაფრისთვის, რომ ესე ვთქვათ, დააფინანსეს ჩემი დარბაზში შესრულები, წუპიკებით მომამარაგეს, დაურიგე მე იქ სტაფის ხას, ვინც კარგად მომექცა, იმას დაურიგე მე Snacky. ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ თქვენ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დააკომენტარეთ, დაალაიქეთ და ასე შემდეგ. ეგ არის. ჩაო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. ჩაო.